ირმა შიოშვილს მოჰყავს, უпроსოდ კი არ მოყავს ხელშეკრულებას უფორმებს ნუგზარ სიჭინავას მეუღლეს, მედია მაკაცარიას იურიდიული კონსულტაციებისთვის. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი უმაღლესი სასწავლებლის რექტორს ირმა შიოშვილს განათლების სამინისტროსთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ეს გახლავთ ის ნუგზარ სიჭინავა, რომელმაც აასრულა ჩემი დიპლომის ნამდვილობა და ჩემი გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდგომ ეს ხელშეკრულება სუდებს მის მეუღლეს. ერთხელ ერთი დღე არ ყოფილა ეს ქალი აქ. უბრალოდ ყოველთვიურად 400 ლარს ურიცხავენ. ამას ქვია კორუფცია პირდაპირ. ირმა შიოშვილის განცხადებით მედია მაკაცარიასთან ხელშეკრულება უნივერსიტეტმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე გააფორმა. ბატონ სიჭინავას სახელი არ მახსოვს, პირადად არც ვიცნობ. სატელეფონო ზარი თუ მქონია კავშირი მასთან, ისიც ამ შალვას დიპლომატთან დაკავშირებით. და როგორ გავიდა მაკაცარიაზე და როგორ დააყენა საშვე და როგორ იქნაყოფილია ამ კონსულტაციების ჩკადუას იკეთ. ეს სხვადასხვა მედიკო იყო ნუგზარის ცოლი. ეს დავიდეთ თქვენგან მთელი ცხოვრება სჭირდებოდა უნივერსიტეტის ესეთი კონსულტანტი. და იმდენი სუდისაცია გაკეთებული დღესებში, როდესაც ესეთი კონსულტაციები არ აქვს. როცა განსაჭიროებაა ასე თქვა, ის გაყაიფანია, მაგრამ ეს გადაწყვეტა მაშინ როცა გადაწყვეტა.